ძალიან მინდა შევძლო აუხსნა თუ როგორი გრძნობა ეს და რას განვიცდი. 4 აპრილს მქონდა დაბადების დღე. ეს 5 აპრილი ანა გუშინ დილით გამეღვიძა სიზმრიდან და სიზმარი იყო ასეთი. მე როგორც ახლა ვარ, როგორც ახლა გამოვიყურები, ვდგავარ და ჩემს წინ ზის ისევ მე ოღონდ 10-15 წლის წინ, დაახლოებით ესე 15 წლის წინ, როგორიც ვიყავი. სუსტად არ მახსოვს რა მეცო, მაგრამ ჩემს გონებაში ვიხსენებ თითქოს რაღაცა ჩოლკები მქონდა, თითქოს რაღაც ესეთი შავი მაისური მეცვა და რაღაც ნახატებით მახსოვს ის კონკრეტული მაისური, ის განწყობა პერიოდში როგორი ვიყავი მიყურებს ჩემი თავის სიზმარში. სიზმარსაც არ გავდა, თითქოს ცხადილით იყო, იცით, რაღაც წამიერად მიყურებს და ვგრძნობ მას, ვგრძნობ მის განწყობას, ვგრძნობ როგორ უნდა რომ რაღაცა მითხრას და ამ დროს ვიღვიძებ. ვერ მოასწრო ჩემთვის ვერაფრის თქმა. გუშინ და დღეს სულ ამაზე ვფიქრობ და ეს არის განცდა მონატრების, რომ ვიხსენებ როგორ მიყურებ და ვგრძნობ თუ როგორ მოვენატრე მას და როგორ მომენატრა მე ის ვიგრძენი ეს სიახლოვე, ვიგრძენი ჩემი თავი, დავინახე ჩემი თავი, რომელიც აღარ მახსოვდა თითქოს. ოდესმე მოგნატრებიათ თქვენი თავი. ხანდახან რომ ამბობ ხოლმე აი დრო გავიდა რაღაცები ვისწავლე, რას რო გადის ჩვენ გვეცვლება აზროვნება, რაღაცა ახალს ვიგებთ და ვითომ ვითარდებით და უცებ გავიფიქრე, რომ შვენიერი ვიყავი და რატო ვფიქრობდი, რომ უშნო ვარ, ან ესეთი ვარ, ან ისეთი ვარ, ან რა მაწუხებდა, არა რაღაცები რაც მაწუხებდა რეალურად იყო, მიზეზები და რაღაც როგორც ყველა ნორმალურ ადამიანის ცხოვრებაში არის. მაგრამ ვუყურებდი ჩემ თავს დღევანდელი გადმოსახედიდან, აი ამ სივრციდან იმ სივრცეში და მივხვდი, რომ საოცარი არჩევი ლამაზი, კეთილი, მისი თვალებიდან დავინახე ის, მის თვალებში ყველაფერი დავინახე, მისი მზერა იყო, მისი, ანუ ჩემი, არ ვიცი, მიხვდებით თუ არა ამას ვინმე და ალბათ შეიძლება ვინმეს გაეცინოს ამაზე და სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ რაც რო გადის თითქოს ვშორდებით საკუთარ თავს და ვიღაც ახალი აღმოცენდება ჩვენში და ვივიწყებთ ვინ ვიყავით. როგორღაც შეიძლება ისე მოხდეს, რომ გავიდეს და თან შევინარჩუნოთ ის არსად არ მიდის აქ არის, მაგრამ ამის შეგრძნება და დანახვა და აღქმა და ყოველდღე რომ გახსოვდეს, რომ ერთიანად თლიანობა ხართ. მოკლედ იცოდე, რომ 10-15 წლის მერე შეიძლება შენც იფიქრო, რომ აი ის შენი თავი ესე გიყურებს სევდიანი თვალებით და გეუბნება, როგორ არ მოგწონდი მე შენ,
როგორ არ მოგენატრე. იცოდე რომ არაჩვეულებრივი ხარ, ლამაზი ხარ, კარგი ხარ. ძალიან კარგი ხარ. საუკეთესო ხარ შენი თავისთვის.